ჩვენი ხელისუფლების ყველაზე საშიშ ტერმინად იქცა სიტყვა თავისუფლება. ყველაფერს ახშობს, ყველაფერს ანადგურებს, ყველაფერს ეხება და ყველაფრის კონტროლის ქვეშ დაწესება სურს, რაც სიტყვა თავისუფლებასთან ასოცირდება. თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ნების გამოხატულება, თავისუფალი მედიას სივრცე. ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება რატომღაც გაურბის, ეშინია და შესაბამისად ცდილობს, რომ დაანგრიოს, ჩამოაქციოს და საკუთარი გავლენების ქვეშ მოიქციოს აღნიშნული. ერთ-ერთი ასეთი ნათელი გამოხატულება არის რეგიონალური სატელევიზიო ეთერების რადარებიდან გაქრობა, გაუქმება. ნათელ მაგალითს კიდევ წარმოადგენს ამ კონკრეტულ შემთხვევაში შიდა ქართლის სატელევიზიო კომპანია თრიალეთზე განხორციელებული ფინანსური კრიზისი. ეს ის ტელევიზია, რომლიდანაც მოსახლეობა ასე თუ ისე მეტნაკლებად იგებდა ქვეყანაში არსებულ კრიზისს, ქვეყანაში არსებულ პრობლემებს. თუმცა რატომღაც გადაწყვიტა ხელისუფლებამ, რომ მასზე კონტროლი დაეწესებინა და შესაბამისად განახორციელა ფინანსური კრიზისი, რამაც გამოიწვია აღნიშნული სატელევიზიო ეთერებიდან მნიშვნელოვანი პროგრამების გაუქმება. ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი თავისუფალი ქვეყნისთვის, თავისუფალი ახალგაზრდებისთვის. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი თაობა ვართ, რომლებიც დამოუკიდებელ ქვეყანაში გავიზარდეთ, დაბადებით თუ არ დავიბადეთ, გავიზარდეთ მაინც, არ დავუშვებთ და შესაბამისად ჩვენთვის თავისუფლება ფუნდამენტალური ღირებულებებია.